იოანეს მე-12 თავის 42 მუხლიდან 50 მუხლის ჩათვლით წავიკითხოთ. მთავრებმა ირწმუნეს, მაგრამ არ აღიარებენ. თუმცა ბევრმა მთავარმა ირწმუნა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ. რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება. იესომ შესახადა თქვა, ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ ასწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა. მე ნათლად მოვედი წუთისოფელში, რათა არც ერთი, რომელსაც ჩემი სწამს, ბნელში არ დარჩეს. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვსჭი მას, რადგან წუთისოფლის განსასჯელად კი არ მოვედი, არამედ წუთისოფლის სახსნელად. მას ვინც მე უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს მსაჯული. სიტყვა, რომელიც წარმოთქვი, განსჯის მას უკანასკნელ დღეს. რადგან მე ჩემით კი არ ვლაპარაკობ, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო. მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა, ამიტომ, რასაც ვლაპარაკო, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკო.